თავისუფლების შეზღუდვა ადამიანების წამება ის ფორმები, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი სახელმწიფო, რამდენად იზღუდება დღეს ადამიანის უფლებები თქვენი აზრით საქართველოში, რამდენად იზღუდება ექს-პრეზიდენტის უფლებები საქართველოში, თუნდაც თქვენ მაგალითზე და თქვენი აზრით ხო არ არის შესაქმნელი კიდევ რაღაც ახალი ქართული უფრო ჩვენი ქვეყნისთვის მორგებული ვიდრე პირდაპირ აღებული უცხოური გამოცდილება და გადმოტანილი რომ აუცილებლად ვარაუდს საქართველოს უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის. ეხლა ეს მიშას შემდეგ იქნება თუ სააკაშვილამდე მის წასვლამდე თუ ის წასვლის შემდეგ ყველა შემთხვევაში ხალხის ოპოზიცია ამაში მართალია არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეთ. ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, ადგილობრივი მერების არჩევნები და სხვა. ერთხელ და სამუდამოდ ეს არჩევნები უნდა დადგეს დემოკრატიულ ფუნდამენტზე. და მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა უნდა, როგორი ძალაუფლების პრეზიდენტი. თუმცა ძალიან ბევრი ექსპერტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს შეზღუდული. მეც ვეთანხმები. და არცლად ახალგაზრდა უნდა იყოს. მე ერთხელ ვთქვი კიდეც, რომ დაახლოებით ჩინეთში მაგალითად პირველი პირო გახდეს 60 წლის უნდა იყო. აი მას იმდენი ისახავს და შემწევი იმდენი ინსტიტუტები, იმდენი გოლები, რომ თვითონ თავარია გამოცდილება არ უყალატოს, ჭკუა არ უყალატოს და 60-დან 70-მდე. მე არ ვიცი ჩინელებს გამოცდილება გამოიყენოთ, მაგრამ ასაკს უნდა მიცემ, მნიშვნელობა უნდა კონდეს აუცილებლად. თქვენი ერთ-ერთ ინტერვიუში დასახელებული სავარაუდო კანდიდატურის სახელი მაინც არ დაგისახელებია, ეხლა ხო არ გეტყვი. არ შეგეტყვი. და ბოლო შეკითხვა. საკანში პრეზიდენტ შევარდნაძესთან ძალიან პირდაპირ შეკითხვაა და ძალიან პირდაპირ პასუხს გთხოვთ თუ შეიძლება. თავარ სარდალმა უნდა დატოვოს თუ არა პოსტი, როცა ომს წააგებს. მე სპეციალისტ ვარ ისტორიკოსი და ძალიან კარგად რუსეთის, საქართველოს, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიებს. ყველაფერი იყო. ომის აგებაც, ომის მოგებაც, აგებული ომის მოგებაც. ერთხელ სტალინი ესწრებოდა დიდ თეატრში რაღაც წარმოდგენას. ხოდა შეჩეული იყო, როცა შედიოდა მთავრობის შესასვლელიდან. იქ ერთი მოხუცი იდგა. და მას ჩინელს ჩამოართმევდა, ჩამოგიდებდა, ეს მადლობას გადაუხდიდა. გავიდა ერთი წელი, ეს მოხუცი აღარ არის იქ. ხოდა რა უყავს, სადა ის მოხუციოდა. ახლა ის დირექციის წარმომადგენლებმა აბოლოდობს, თლემა დაიწყო, თლემდაო. შეგადო კუთუზოი თლემდა, მაგრამ ომი მოუგონა აბოლოს. აღაბიეს მოსიო. აღაბიეს აღარს ცოცხალი ათვალა. ალბათ არავის არ გაუკვირდება, იმიტომ რომ შევარდნაძესგან არავის არასდროს არ უკვირდა ესეთ ნაბიჯები თქვენი სტუმრობა საკანში. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ მშვიდ, სტაბილურ და კარგ საქართველოს. საინტერესო საუბარი ციროზე გამოდის. საკითხების არის საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა. თუ საუბარი გამოდის, შენ დამსახურებაც არის. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ჩემი სტუმარი
დღეს გახლავთ ადამიანების უფლებების დამცველი. ალბათ ამ სიტყვის წარმოთქმა უკვე ქართული ეთერში ნანა კაკაბაძის გარეშე არ შეიძლება. ნანა კაკაბაძე, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენი მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა ერთი ტექნიკური საკითხის შესახებ. ინტერვიუ ედვარდ ჩერნაძესთან იყო დამონტაჟებული საგნის პრინციპით და ამიტომ შეიძლება ასე ხაპას ხუპით არ მიდიოდა, გვინდოდა ცოტა შეგვექნა ეს საკნური განწყობილება. და რაც შეეხება განცხადებებს, სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა წავიკითხო და პირდაპირ პროპორციულად ეხება თქვენ საქმიანობას. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში, ადამიანის უფლებების შეზღუდვა საქართველოში და საერთოდ ადამიანის უფლებები, რომელიც მე ვფიქრობ ყველაზე მეტად ასახავს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში, იმიტომ რომ განსაკუთრებით საქართველოში რატომღაც ბოლო წლებში მომრავლდა შემთხვევები, როცა თვითონ პირადად არ შეეხება რეჟიმი, შეიძლება ცოტა შეიძლება ცოტა პასიურად იყოს განწყობილი და როდესაც უკვე პირადად უფლებები იზღუდება ან მისი ან ოჯახის წევრის, მაშინ უფრო აქტიურდება პროტესტი ხალხში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში პროტესტის გააქტიურება სწორედ თავისუფლების, სწორედ უფლებების შეზღუდვამ გამოიწვია ესეთი დიდი რაოდენობის, ახლა თვალიერებდით ფოტოებს 26 მაისის გატენილი სტადიონი თეთრებში ჩაცმული. მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად უფლებების შეზღუდვის შედეგი არის ეს ადამიანების რეჟიმის მხრიდან. მე გაგაცნობთ განცხადებას თიკო ნიბლოშვილის, ზუკა ჩაჩანიძის, მელორ ვაჩნაძის და ლევან ჩიტაძის. ეს განცხადება მათ გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეში და ახლა მოგახსენებთ ეს ადამიანები ვინ არიან. ეს ბავშვები დასხდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მდებარე სკვერში მჯდომარე აქციით. და ესეთი განცხადება გამოგვიგზავნეს მხოლოდ რომ წარმეკითხა. დავით ბაქრაძეს უგზავნით წერილს და ვთხოვთ მასთან შეხვედრას. ახალგაზრდები გავერთიანდით და დავიწყეთ მჯდომარე აქცია ორი კონკრეტული მოთხოვნით. პირველი, განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი 2007 წლის 7 ნოემბრიდან დღემდე, რომელთა რაოდენობა 300-ს აღწევს. შეხვედრის შემთხვევაში ჩვენ მას გადავცემთ დაზუსტებულ სიასო. დაისაჯოს ძალადობაში, წამებასა და ძალის გადამეტებაში ეჭვმიტანილი ყველა ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი, მათი გვარები ჩვენს მოთხოვნაში დაკონკრეტებულია. ამასთან დაკავშირებით განცხადების შემდეგ მე ერთი პატარა ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას, რომელსაც დემოკრატიის შუქურად ყოფნის პრეტენზია აქვს, არ უნდა ჰყავდეს ამდენი პოლიტპატიმარი, მრავალ ჩვენს მეგობარს, ოპოზიციურ განწყობილ ახალგაზრდას შეუკერეს საქმე და სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლეს. დაუშვებელია ასეთი სახის ძალადობა და ტერორი ჩვენი მეგობრებისა და თანამებრძოლების განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ და ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინტერესებში უნდა შედიოდეს ეგრეთ წოდებული შეკერილი საქმეების ობიექტურად გამოძიება. ბატონ დავით, გთხოვთ მიგვიღოთ შეხვედრაზე და ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხებზე. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის მდგომარეობის გამწვავება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან იგნორირების და უყურადღებობის შემთხვევაში ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. ჩვენი მიზანია სამართლიანობის აღდგენა. ცხადებენ ეს აქციის მონაწილეები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დასხდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მდებარე სკვერში და გამოთქვამენ თავიანთ პროტესტს მჯდომარე აქციით.